ბერლინის კინოფესტივალის მარკეტზე ნაჩვენები იქნა გიორგი ოვაშვილის ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი მთვარე მამაა ჩემი. ნახოთ ახლა მარიკა ბაკურაძის საფესტივალო დღიური ბერლინალედან. საქართველოს სახელი ინდუსტრიულ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვნად გამოჩნდა იმიტომ, რომ საქართველოს მარკეტზე აჩვენა ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარი ფილმის სახელწოდებით მთვარე მამაა ჩემი. უბრალოდ მე ჩემთვის მივარხა. ეს ამბავი მართლა მოხდა. ასე ეწერება დიდ ეკრანზე, როდესაც გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი იწყება. ფილმი არის 1990-იან წლების მოვლენებზე, კონკრეტულად არის 99 წელი და სწორედ ეს ატმოსფერო და ეს ვიზუალური მხარე არის წარმოდგენილი როგორც თბილისი, ასევე ერთ-ერთი ქართული სოფელი. ეს არის თომას ამბავი, თომა არის ბიჭი, რომელთანაც წლების წინ გამქრალი მამა ბრუნდება. ციხიდან გამოსული კაცი ის აღარაა ვინც მანამდე იყო. თომა მანამდე ბებიასთან იზრდებოდა. ბებიას კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს ბებიის როლს და შემდეგ უკვე მამასთან ერთად იწყება ძალიან მძიმე დრამატული თავგადასავალი, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა არ მოგიყვებით. როგორც ამბობენ, არ დავასპოილერებ ამ ფილმს, ძალიან დიდი ინტერესით უნდა დაელოდოთ. მე ვფიქრობ, ამ ფილმის პრემიერა უკვე გაიმართა ტალინში კინოფესტივალზე შავი ღამეები და ახლა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოეწყო ჩვენება მარკეტზე, როგორც გითხარით, სადაც ძირითადად დარბაზში მოწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერები და მათი ინტერესისგან გამომდინარე არის შანსი იმისა, რომ ფილმი რომელიმე ქვეყანამ შეიძინოს და აჩვენოს. ეს არის სრულმეტრაჟიანი ფილმი გიორგი ოვაშვილის ავტორობით. ძალიან საინტერესო თემატიკას ეხება ის, აქ არის ბევრი ხაზი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, იქნება ეს მამისა და შვილის ურთიერთობა, იქნება ეს წარსულის ტრამვები, იქნება ეს ძველი, როგორ ვთქვათ, ცოდვების თანამედროვეობაში გადმოტონა, საკმაოდ მეტაფორულად არის ძალიან ბევრი სცენა გადაღებული ამ ფილმში, რომელიც არის ძალიან საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტით. მე გულწრფელად ვულოცავ გიორგი ოვაშვილს ამ წარმატებას და ახალი ფილმის გამოსვლას. ის სამწუხაროდ ბერლინში არ იმყოფება და შორიდან ვუთვლით მილოცვას, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ფილმის პროდიუსერისა და ერთ-ერთი თანაავტორის კომენტარი სწორედ ამ ფილმის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფილმის ჩვენება ბერლინში. მთვარე მამაა ჩემი. ეს არის ისტორია ბიჭზე, რომელიც ბებიასთან იზრდება. ფილმი აერთიანებს ოვაშვილის გამორჩეულ კინემატოგრაფიულ ხელწერას, ემოციურ სიღრმეს. დღეს ჩვენ ვნახეთ გიორგი ოვაშვილის მთვარე მამაა ჩემი. უამრავი ადამიანი ესწრებოდა ჩვენებას. აუდიტორიას ძალიან მოეწონა ფილმი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ბერლინში ჩვენება. გარდა ამ ინდუსტრიული ჩვენებისა, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს როგორც ყოველ წელს, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი არის ფესტივალზე საკუთარი სტენდით. წელს საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრები. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს წარმომადგენლები ხვდებოდნენ ისეთი დიდი ფესტივალების სხვა წარმომადგენლებს, როგორც არის ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი, კარლოვი-ვარის კინოფესტივალი, ასევე ვენეციის, ანესის და სხვადასხვა კინოფესტივალები, იმისთვის რომ დაიგეგმოს სხვადასხვა სამომავლო პარტნიორული ურთიერთობა. ასეთი დიდი მასშტაბის ფესტივალი მოგეხსენებათ, მხოლოდ ფილმების ჩვენება არ არის, ეს არის უდიდესი ინდუსტრიული პროცესი, რომელიც გულისხმობს სამომავლო პროექტების ერთობლივ დაგეგმას, თუნდაც მიმდინარე ფილმების გაყიდვას, რომ სხვა ქვეყნები დაინტერესდნენ და სწორედ ამაზე არის ფოკუსირებული გიორგი ოვაშვილის ფილმი და ასევე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს გააფორმა მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოსააგენტოსთან. ეროვნული კინოცენტრი წელს წარმოდგენილი იქნება ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან კინობაზრობაზე მსოფლიოს მასშტაბით. ფაქტობრივად შანხაიდან კანადამდე დავფარავთ ყველა იმ მნიშვნელოვან ადგილს, სადაც უნდა ისმოდეს ქართული კინოს ხმა. საქართველოს ხმა მართლაც რომ ისმოდეს მსოფლიო რუკაზე და განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც ახლა ვართ, აი ამ თემას კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მიეძღვნა, კადრებს თქვენ ახლა ეთერში ხედავთ, როდესაც საქართველოს პავილიონს სტენდზე სტუმრად ეწვია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონი ალექსანდრე კარტოზია. მასთან ერთად იმყოფებოდა კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი და შეხვედრაზე განიხილებოდა სწორედ ის საკითხი, თუ რა ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ერთობლივად, რომელიც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს ქართულ კულტურას, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში ქართულ კინოს. კინოჩვენებები იქნება ეს თუ კინოთემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება და სწორედ ამ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს საქართველოს პავილიონში.
ჩვენ გქონდა საუბარი კინოცენტრის წარმომადგენლებთან, ბატონ ლევან დვალთან, მის თანამშრომლებთან და დავსახეთ გეგმები, პროექტები მოგეხსენებათ ქართული ფილმი, ცნობილია მთელს ევროპაში, გერმანიაში ქართულ კინემატოგრაფს ძალიან კარგად იცნობენ და დავსახეთ გეგმები იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი და ნაცნობი გავხადოთ გერმანელი მაყურებლისათვის თანამედროვე ქართული ფილმი. მოკლედ, როგორც ხედავთ, ნებისმიერ რეჟიმში ძალიან საინტერესოდ მიდის აქ პროცესი, იქნება ფილმების ჩვენება, საკონკურსო ნაწილი, სპეციალური ჩვენებები, ინდუსტრიული ნაწილი, რაზეც საქართველოს კონტექსტში ვისაუბრეთ და ასე შემდეგ. ჯერ არის შუა დღეები კინოფესტივალის, ჯერ ფინალი შორს არის, ამიტომ კიდევ მეტი ფილმია დარჩენილი იმისთვის, რომ ნახოთ და საზოგადოებამ, კრიტიკოსებმა, მედიამ და ჟიურიმ შევაფასოთ. ხვალინდელ ჩართვაში მოგიყვებით კიდევ ერთი ქართული ამბის შესახებ, თუ როგორ წარადგენს ქართველი რეჟისორი თავის მოკლემეტრაჟიან ფილმს საკონკურსო ნაწილში, რომელსაც ბერლინალე შორტს, ანუ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი ქვია. ამაზე უკვე ხვალ მოგიყვებით და ასევე კიდევ საინტერესო ვარსკვლავები, რომელსაც რა თქმა უნდა არ გამოვტოვებთ, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლებისთვის ყოველთვის საინტერესოა თუ როგორია ვარსკვლავების გამოჩენა ისეთ დიდ ფესტივალებზე, როგორიც არის მაგალითად ბერლინი. ასე რომ ხვალინდელ ჩართვამდე გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.